კითხვა რამდენად შესაძლებელია პატარა ბავშვის გარეთ გაყვანა ყინვაში. მე ვასეირნებდი ჩემებს ყინვის დროში. მეც ვასეირნებდი, უბრალოდ ერთი პრობლემა მქონდა, რა საკ შეასეირნებდი, როდის გაჩნდა. აღარ მახსოვს იმდენი წლის წინ იყო, მაგრამ პატარებსაც ვასეირნებდი. ნუ ჩემი სადღაც 5 თვის იყო, რომ ძალიან მაგარი ყინვები იყო და გამყავდა, უბრალოდ ერთი პრობლემა მქონდა, რომელსაც ალბათ ჩვენ სტუმარს დავეკითხები, მე მინდა სტუდიაში დავპატიჟო. სამედიცინო კორპორაცია ევექსის ექიმი ქალბატონი რუსუდან გოგიძე, რომელიც მოგვიყვება ძალიან ბევრ საინტერესო კითხვაზე გაგწევთ, რომელიც გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. მობრძანდით ქალბატონ რუსუდან. გამარჯობა, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. გამარჯობათ, მოგესალმებით. პირველ რიგში როგორც კი ცუდი ამინდებია, ბავშვები აღარ ჩანან ქუჩაში და არ არის ეს მე მგონი კარგი ხო? მოგესალმებით. გამაზე გვაქვს ლაპარაკი ამ დღეებში სოციალური ყინვა იყო საქართველოს მასშტაბით. ბავშვები ჩავკეტეთ. ხო, სანამ ქალბატონ რუსუდანის ბოდის ვიხდი საუბარს დაიწყებდეს, ჩვენი ტელეფონის ნომერი არის 253-0323. მაყურებლის საყურადღებოდ, ალბათ გაგიჩნდებათ შეკითხვები ექიმთან, შეგიძლიათ დარეკოთ და ქალბატონ რუსუდანი თქვენ შეკითხვებსაც უპასუხებს. ქალბატონ რუსუდანა ყინვაში რამდენ მიზან შეწონილია რომ ბავშვი გავიყვანოთ სუფთა ჰაერზე? მოგახსენებათ, რომ სასურველია ბავშვისთვის ჰაერზე სეირნობა, ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია, მაგრამ ყინვის დროს როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, ბებია, ბაბუა თუ ასე შემდეგ ოჯახის წევრები. ბავშვი არ უნდა ჩავკეტოთ, რა თქმა უნდა, სახლში, აუცილებელია, თუ მზიანი ამინდი არ არის, ქარბუქი და ტემპერატურა დაახლოებით, სკანდინავიის ქვეყნებში და ამერიკაში -8 და 10 და ასევე ჩვენ მეზობლ რუსეთში და ბავშვები შეჩვეულია და ზოგადად შეჩვეულები არიან ასე ტემპერატურას, ჩვენთანაც შეეხება ტენიანობა ცოტა მეტია, შემაწუხებელია, მაგრამ მაინც გვირჩევენ, რომ დაახლოებით -4-5 გრადუსის შემთხვევაში ნახევარი ბავშვებზე ცელდება ეს? შეგვიძლია გავიყვანოთ, რაც შეეხება ჩვილ ბავშვებს. ჩვილი ბავშვები, რადგანაც ისინი ვერ მოძრაობენ აქტიურად, არ შეუძლიათ სირბილი ხტუნვა ჩვენთან ერთად გართობა და ციგაობა, მათთვის შესაბამისად ეტლში, რა თქმა უნდა, შესაბამისი ჩაცმულობა უნდა ჰქონდეს. შეფუთვა, მაგრამ დათბილვა, ანუ ნატურალური შალით, ამ ეტლს გააჩნია თავისებური ფანჯარა და შესაძლებელია ბავშვმა და ჩვენ ყოველ ნახევარ საათში, 20 წუთში ნახევარ საათში გვნებავთ თერმომეტრი, ახლა ხელმისაწვდომია ესეთი თერმომეტრები, რომლებითაც ვსინჯავთ ტემპერატურას, ან კიდევ კეფის არეში, წინ ყელის არეში ჩავყოთ ხელი და ვნახოთ თუ ოფლიანია, რასაკვირველია მანდაც მივალთ, თუ ოფლიანია ბავშვი, უნდა შევიყვანოთ უკვე შენობაში, თუ გადაგრილებულია და მოგვიჩვენა რომ ცივია, აგრეთვე აუცილებლად ცხვირი, ხელები და ბავშვს აუცილებლად უნდა ეხუროს ქუდი შესაბამისად, რომელიც ფარავს შუბლს, ყურებს და კაშნი აუცილებლად. ყელის არეში, მაგრამ პირი არ უნდა აუკრათ, იმიტომ რომ ამოსუნთქული ჰაერით კარგავს ბავშვი და საერთოდ ადამიანის ტემპერატურა. არ შეიძლება ჩვეულებრივად გარეთ გაყვანის დროს თუ ბავშვს უჭირს სუნთქვა, უნდა რა თქმა უნდა გამოუწმინდოთ ცხვირი, შესაბამისი წვეთები ჩავაწვეთოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გავიყვანოთ. ქალბატონ რუსუდან, ბოდის ვიხდი, მე ხშირად მინახავს, დაუშვათ კიევში 20 გრადუსი ყინვაა და ბავშვებს მაინც ასეირნებენ. გასაგებია რომ ეს ტენიანობა ჰაერის განსხვავებულია, მაგრამ მაინც. აი თუ არის რამე განსაკუთრებული, რაც ამ დროს უნდა დავიცვათ წესები. მაგალითად, ცრემლი მოზდის ბავშვი შეიძლება გაიყინოს, ან რაღაც ნოტივი ხდება მისი კანი, ამ ამონასუნთქის სრულიად გაგიგეთ, რა თქმა უნდა, რაღაც გასulis წინ ბავშვი უნდა მოვამზადოთ, არის 5 წესი არ ვიცი რამდენად გვაქვს რომ ვისაუბროთ ამაზე, ანუ ჯერ უნდა ჩაიცვას მშობელმა, როგორი დიდიც არ უნდა იყოს ბავშვი და მხოლოდ მერე ჩავაცვათ ბავშვს, რომ ის არ გაოფლიანდეს შესაბამისად. შესაბამისი ტანსაცმელი და აუცილებელია. დიახ, თუ აუცილებელია რომ დავშვათ ახლო მანძილზე გავყავს, ან მანქანაში უნდა ჩავჯდეთ მალევე, ან ექვე მაღაზიაში. შესაბამისად ტანსაცმელი უნდა იყოს ადვილად გახსნადი და შესაკრავი. რომ მანქანაში არ დაიხსნას. მანქანაში ჩაჯენის დროს შევხსნავთ ქურთუქს, თავზე აუცილებლად შენობაში და მანქანაში ჩაჯდომისას მოვხსნით, კაშსაც მოვხსნით და რა თქმა უნდა გასვლის წინ შესაბამისი კრემი უნდა წავუსვათ, აუცილებლად, როგორც თქვი, წეღან ცხვირის აუცილებლად უნდა გამოუწმინდოთ და ჩავაწვეთოთ, თუ სუნთქვა უჭირს, თუ არ უჭირს სუნთქვა არ არის აუცილებელი მაშინ. და დავიცვათ ეს წესები, რომ ხშირად შევამოწოთ ცხვირი, ხელები ხომ არ გადაგვიცივდა ბავშვს.
ბავშვი. ერთი მე როგორც სიცხლიან დედას მიწოდებენ, ხშირად როდესაც ჩემ ბავშვი სიცხიანი ვართ არის, მე ის მაინც გამყავს ყოველთვის გარეთ. ზღვაშიც კი ჩამიშვე სიცხიანი. შეიძლება თუ არა, აი ასეთ დროს ყინვაში სიცხიანი ბავშვი, ანუ უბრალოდ ხველებიანი გავიყვანოთ. დიახ, იცით, ზედმეტად თამამები ნუ ვიქნებით, არ არის აუცილებელი, ჩვენ მხოლოდ ვავნებთ ამ დროს, როცა სიცხე აქვს, ტემპერატურა აქვს, ბავშვი ჭირვეულობს, რაღაც დისკომფორტი აქვს, ის ერთი კვირა ჯობია ხშირად ვანიავოთ სახლი, ოჯახურ პირობებში იყოს, ვიდრე ჩვენ ესეთი სტრესული მდგომარეობა მივაყენოთ და ყინვაში გავიყვანოთ. ზოგადად ტანსაცმელი შესაფერისი თუ იქნება, პატარას არაფერი არ ემექნება, თუ ის წესებს დავიცავთ, რომ ხშირად შევამოწმებთ, ამ დროსაც ანუ მაინც მიზანშეწონილია, თქვა თუ სწორად გავაკეთებთ ყველაფერს, ხო? თუ სწორად გავაკეთებთ ყველაფერს, დღეში ორჯერ ჩავიყვანთ და დავიცავთ ამ წესებს, რომ 9 საათიდან, მაგრამ 9 საათი მაინც მეჩვენება პირადად მე რომ ცოტა არის, საათი 9 შესაძლებელია იმ პირობების დაცვით, რაც მოგახსენეთ. რა თქმა უნდა, უამრავი წესები არსებობს, ძალიან წვრილმანები, რომელიც შეიძლება აი რა წვრილმანები, ალბათ ძალიან საინტერესოა მაყურებლისთვის. ქალბატონთან, აი დავუშვათ თქვენ ახსენეთ, რომ ბავშვი შეიძლება იყოს პატარა და არ მოძრაობს, ანუ ვერ დახტის, ვერ თამაშობს. მაქსიმალური რამდენია დროის მონაკვეთი, რაც შეიძლება რომ გარეთ ყავდეს მშობელს ამ შემთხვევაში, როცა არ მოძრაობს. დიახ, როცა ბავშვი ჩვილია, მოგახსენეთ ზუსტად, რომ 9 საათი ძალიან ცოტაა, 1 საათი შესაძლებელია იმ პირობების დაცვით და გადავამოწმოთ. პატარას ხომ არაფერი ემუქრება. ესე იგი, შესაბამისი ტანსაცმელი და ტანსაცმელი აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური. გასაგებია. ზარი გვაქვს ეთერში, ისმენთ. გამარჯობა. მოგესალმებით. გამარჯობათ. ისმენთ. შუადღეა ხო? დიახ, ისმენთ. დღის შოუ. გილოცავთ ახალზე. მადლობა ასევე. თქვენ გილოცავთ. ისმენთ. დიახ, მე მაინტერესებს თქვენთან სტუმართან კითხვა ასეთი. აბა. შვილი ბავშვი, რომელსაც რახიტი არ უნდა დაემუქროს, რამდენი ხანი შეგვიძლია ჩავიყვანოთ? ანუ რახიტის პრევენციას გულისხმობთ ქალბატონი. დიახ, მადლობა. მადლობთ. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. მოგახსენებთ, ჩვენ ევექსის კლინიკაში, ჩემი კლინიკა, რომელიც მწუბიძის 201-ში მდებარეობს, ხშირად ამ კითხვით მოგვართავენ მშობლები, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს. რატო გახდა აქტუალური ეს კითხვა? აქტუალური, არ ვიცი, დაკავშირებულია მე მგონი ყინვებთან ისევ და ზამთრის პერიოდთან სეზონზე. იცით რა არის, თუ ჩვილი ბავშვი, რომელსაც მოსატყოფნის პერიოდში მეძუძურ დედას კვება შესაბამისი არ აქვს, რასაკვირველია, მხოლოდ ეს არის ფაქტორი, ერთ-ერთი ფაქტორი იმისათვის, რომ განვითარდეს რახეთი. რაც შეეხება, უნდა გავიყვანოთ ჩვილი ბავშვი, 2 წუთიდან 5 წუთამდეა მოწოდებული. რაც შეეხება, თუ გარეთ ვერ გაგვყავს, აუცილებლად უნდა გავაღოთ ფანჯარა, როცა მზიანი ამიდია, აუცილებელია, როცა მზიანი ამიდია, მინა იჭერს ულტრაისფერ სხივებს, ეს უნდა დავიმახსოვროთ ძვირფასო მშობლებო და მხოლოდ ღია ფანჯარაში, როცა მზე ოდნავ ადგება, ანუ იმ ოთახსა და ჩვილი ძალიან კარგია მზე, ხო? ძალიან კარგია, ეს არის ულტრაისფერი სხივები, რომელიც გამოიმუშავებს კანში დ-ვიტამინი, შეიძლება არ გაუკეთო ბავშვს თუ მზეზე გეყოლება, ხშირად თუ მაინც აუცილებელია. ჩვენთან საერთოდ არ არის მიზანში წონილი, თუმცა არის სხვადასხვა ტენდენცია, საქართველოში არ არის მიზანშეწონილი, ძველათაც უკაცრავად რომ მოვიგონე ძველი დრო, ანუ დ-ვიტამინს მაინცსა და მაინც არ ვაძლევდით პედიატრები ბავშვებს. იმიტომ რომ საქართველოში თუ კვება ნორმალურია, ბევრი მზე გვაქვს, თუ დედა იკვებება შესაბამისად, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით ერთი წვეთი შესაძლებელია მივცეთ. რამდენიმე წუთი როგორც მახსოვს, რამდენიმე დღის განმავლობაში მას მივეცი. არა, ერთი თვის განმავლობაში ვაძლევთ ერთ წვეთს, დიახ. მაგრამ ძალიან კარგია მზე, ქალბატონს რაც აინტერესებდა რახეთის პრევენციისთვის. ძალიან კარგია, ძალიან კარგი. იცით რა არის, აი ბავშვების რაღაც ასაკი განსაზღვრულია ხოლმე დაუშვათ 5 წლამდე, 6 წლამდე გვემორჩილებიან ჩვენი შვილები და სანამ საბავშვო ბაღის ასაკი არის სკოლის საწყისი პერიოდი, პირველი, მეორე, მესამე კლასი, როცა ბავშვია ჯერ კიდევ და მაინც სჭირდება დაუშვათ სუფთა ჰაერზე სეირნობა. არის თუ არა აი ამ ასაკისთვის შეზღუდული რაღაც ყინვის დროს გარეთ ყოფნა ბავშვების დაუშვათ 7-8-9 წლის ასაკის? არა, იცით რა არის, შეზღუდული
მიღებული ნამდვილად არის საათებრივი დაცვა, იგივე შეგვიძლია საათნახევრამდე იყვნენ თქვენთან ერთად ზედამხედველობის ქვეშ, ითამაშონ თქვენთან ერთად, მაგრამ აუცილებლად უნდა შევამოწოთ, ხო არ გაოფლიანდენ, იმიტომ რომ ის ბავშვები, რომლებიც ხტუნავენ, თამაშობენ, აქტიურად ფიზიკური დატვირთვა მათთვის და სისხლის მიმოქცევაც ხო, არა, რა თქმა უნდა, არ შესწირდებათ მათ, მაგრამ თავარია, რომ ბევრი არ ეცვეთ და არ გაოფლიანდეთ, მაგრამ ყინვაში მაინც შესაბამისი ტანსაცმელი უნდა გქონდეს. ნუ გვეშინია თუ გვაქვს შესაბამისი ტანსაცმელი, ნუ გვეშინია ყინვაში გასაგები. ზარი გვაქვს თუ შეიძლება მოусმინოთ. გამარჯობა. გისმენთ. ალო. ალო. გისმენთ. ალო. გისმენთ, ისმის თქვენი ხმა. გამარჯობა, ქალბატონო, მოგესალმებით. გამარჯობა. მოგესალმებით. ის დილოსაც ახალ. მადლობა ასევე. მადლობა. მადლობა ასევე. მაინტერესებს. 7 წლის ბავშვი როცა ახველებს, სიცხე არა აქვს, არაფერი შეიძლება გარეთ გაყვანა? მადლობა. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. რა თქმა უნდა, 7 წლის ბავშვი, რომელსაც სიცხე არ აქვს და მხოლოდ ახველებს, რა თქმა უნდა, შეიძლება გავიყვანოთ. პირიქით უკეთესიც არის. პირიქით ეს სუფთა ჰაერი, ჟანგბადი იწვევს ბრონხებში უფრო მეტი ჟანგბადის მიწოდებას. შესაბამისად, ექსუდატი, ანუ ესეთ უბრალო ენაზე რო უთხრათ მშობლებს, ლორწოვანი, ამონახველი, ამოახველებს ბავშვი და არავითარ შემთხვევაში თუ დავუშვათ 15-20 წუთის მერე დაეწყებინებს ხელას, იმ წუთში არ უნდა შემოვიყვანოთ სახში, უნდა დავაცადოთ, რომ ბოლომდე გასუფთავდეს, ჩაისუნთქოს ის რაოდენობა ჟანგბადის, რომელიც მართლა ნამდვილად უკეთესია, რომ ამ დროს ჩვენ ბავშვი გავასწრებთ. კითხვა გვაქვს ჩვენ Facebook-ის გვერდზე, გვეკითხება ჩვენი მაყურებელი. თბილისის ზღვასთან ცხოვრობს და იქ მუდმივად ნიავია, ქარია, ყავს 3 წლის გოგონა. რამდენად მიზანშეწონილი, რომ მუდმივად ქარში მყავდეს ბავშვი გარეთ. ნუ ერთადერთი შეზღუდვა ნამდვილად არის ეს, რომ უნდა იყოს ამედი ცოტა მშვიდი და ქარიან ამითში ნამდვილად და მით უმეტეს თუ ყინვა არ არის სასურველი, რომ ესე გავთამამდეთ და გავიყვანოთ თუნდაც 3 წლის ბავშვი გარეთ. ჯობია ამ პერიოდში შევიკავოთ თავი. ჯობს ყინვა იყოს, მაგრამ ქარი არ იყოს. თბილისის ზღვა არის, ხეობა არის, გაშლილი ტერიტორია. ყოველ შემთხვევაში მაშინ რა თქმა უნდა, როგორც თქვით, ქუდი ისეთი დაფარული, რომ შუბლი ქონდეს დაფარული, ყურები დაფარული, ხეთათმანები კაშნი და არ გაუკრათ. საათნახევარი არ იქნება სასურველი. კურორტებზეც ვისაუბროთ, ახლა არ დადებია მასიურად ყველა ბავშვი გასულია გარეთ და ძალიან ყინავს ყველგან. არც თუ არა საშიშროება, რომ ბავშვი იქ არა მარტო საათნახევრით გადის, არამედ მთელი დღე გაფენილებიან გარეთ. გადაყინვის საშიშროება არის ამ შემთხვევაში. გადაყინვის საშიშროება კიდევ ერთხელ აუცილებლად მეთვალყურების გარეშე არ შეიძლება ესე მიუშვათ, ჩაუშვათ ეზოში და დავტოვოთ ბავშვები მეთვალყურების გარეშე. როგორც აღნიშნეთ, რომ თუ ბავშვი ცოტა დიდია, 5-6 წლის, ნახევარ საათში ერთხელ, ნუ თუ პატარა არის, რა თქმა უნდა, უფრო ფრთხილია მშობელი და ნახულობთ, თუ ბავშვი კეფის არეში ხელს ჩაუყობთ, სველია, გაოფლიან და რა თქმა უნდა, შესაბამისად უნდა შემოვიყვანოთ, გამოუცვალოთ, თბილი სასმელები მივცეთ, ვაჭამოთ და კი ბატონო, რამოდენიმე საათის მერე ისევ გამიმოვოთ. მაგრამ ხშირად არ გემორჩილებიან ბავშვები ამ დროს. რასიზამ ბავშვობა ისეთი რამეა, სიცელქე უხდება ბავშვობას, მაგრამ რაღაცნაირად თუ კი კონტაქტში შევალთ, ვესაუბრებით და არა აუხსნით და არ დავსჯით ბავშვს, დაუხსნით რამდენი ხანი შეიძლება და ისე გაერთოს, როგორც მას სურს და ჩვენც დავეხმაროთ. ნუ ციგურაობა არის თუ თოვლის ბაბუის აშენება თუ ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია ჰაერი ყველა შემთხვევაში. ერთ-ერთი წამყვანია, რა თქმა უნდა, ბავშვის ორი ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩამოყალიბებისთვის ცხოვრებაში, როცა გაიზრდება და ხო თბილისში კი გქონდა ახლა ყინვები რამოდენიმე დღე, მაგრამ საბედნიეროდ ცოტა დათვა, მაგრამ ალბათ გველის ჯერ წინ კიდევ ზამთარია და გაზაფხულის პირველი თვეები. ეს კონტროლი აუცილებელია ნებისმიერი ტემპერატურის დროს ყინვა არის თუ არ არის. არა, თუ ყინვა არ არის და შესაბამისად აცვია, ნამდვილად არ უნდა ეხლა ყოველ წუთში კონტროლი, მაგრამ თუ გავაკონტროლებთ, ნუ არა ყოველ 20 წუთში და ნახევარ საათში და ნუ 1 საათში მაინც თუ 2 საათით არის ბავშვი და უკვე დიდია და შესაბამისად თოვლია გარეთ, მაინც ჯობია რომ გავაკონტროლოთ. გახდა რუსო, რამდენად აუცილებელია ჰაერის გამოცვლა. ძალიან ბევრი ჩვენ მაყურებელს ვთქვათ, არა აქვს იმის საშუალება, რომ არ დადაგებდეს ზამთარში ბავშვი წაიყვანოს მთაში. დიახ, გიპასუხებთ ამ შეკითხვაზე. ჩვენთან მართალია ბევრი არა, მაგრამ მაინც არის საკმაოდ სკვერები, ჩავიყვანოთ სკვერებში, სადაც არის ფიჭვნარი, არის შესაბამისად ინფრასტრუქტურა მოწყობილი, ასე თუ ისე თითქმის ბავშვს თუ კი ჩვენ ვთქვათ ფიჭვნარში არ გავასწრებთ, ან ჰაერს არ შეუცვლით, რა უზიანდება მას? იცით რა არის, ჟანგბადი ზოგადად სადაც ავტოსანტრანსპორტო მოძრაობა ისეთი ხშირი არ არის, ასე თუ ისე იმაზე უკეთესია ვიდრე ოთახში და ვიდრე შენობაში. ასე რომ რა თქმა უნდა, ეხლა
კარგია თუ გავიყვანთ კურორტებზე და გვაქვს ამის შესაძლებლობა, მაგრამ თუ არა გვაქვს ამის შესაძლებლობა, დავწყებთ იმით, რაც თბილისის შემოგარენში ძალიან ბევრ ჩემ მეგობარს დაყავს თავის ბოშში ციგურებზე. თუ არის ციგურებზე სიარული შემცვლელი, თქვა აერის გამოცვლის, ამ ფიჭნარის. არა, გამოცვლის და ფიჭნარის გასაკვირველი არ არის, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მომენტი ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბების და ხშირად როცა ბავშვებს ბრონხიტები აქვთ, ურჩევენ ხოლმე ციგურებით, დიახ, ამ სპორტით დაკავდნენ. ზარი გვაქვს კიდევ ერთი თუ შეიძლება მოусვათ, გისმენთ? გამარჯობა, სალამი. ბავშვი არის ეპილეფსიანი, ანუ სიცხეზე ემართება გულყა. და ხშირად ყელის ტკივილებით პრობლემა აქვს. და ასეთ შემთხვევაში რამდენად მიღებულია ყინვაში გარდაყვანა. მადლობა. მადლობა. დიდი მადლობა. იცით რა არის ეპილეფსია და ბავშვი არ დაგვიკონკრეტებია რამოდენ არის, ნუ შესაძლებელია ბავშვი გულისხმობ 15 წლის წარ და ნუ ახლა სულ ვერ ჩავკეტავთ რა საკურველია და მეთვალყურე ნამდვილად მშობელი თუ სჭირდება, ისედაც სჭირდება რა საკურველი, მაგრამ ის რომ ესეთი ბავშვი და შევზღუდოთ ჩვენ და უფრო მეტი სტიგმა ჩამოუყალიბოთ ყინვაში იკითხა მშობელმა. მაგრამ რაც შეეხება ყინვაში, ნუ ახლა ყინვა არ არის არანაირად გამომწვევი არ არის ახლა როგორც გამომწვევი არ არის ეპილეფსიის გააჩნია ბავშვი რამოდენაა შესაბამისად ჩავაცვათ და ცოტა ხნით გავასეირნოთ არ არის პრობლემა. ანუ თუ კი ბავშვთან კომუნიკაციას დავამყარებთ, სწორად მოვიქცევით, სწორად ნატურალურად ჩავაცვათ, მე მგონი არანაირი საშიშროება არ არის, ხო, ტემპერატურა. დიახ, ნამდვილად არ არის საშიშროება, მაგრამ თუ დავუშვათ ჩვენი კლიმატური პირობებისთვის უჩვეულო ყინვები წავიდა -15 რა თქმა უნდა, ნუ გაუთამამდებით და არ არის საჭირო, რომ ესეთ სტრესულ მდგომარეობაში ჩვენი პატარები ჩავაგდოთ, მაგრამ ნუ მოზარდებს შეუძლიათ შესაბამისი ტანსაცმელით გაისეირნოთ ცოტა ხნით, ეს არ იქნება ნამდვილად მათთვის. ანუ თუ სიცხე არ აქვს ბავშვს და თუ ეპილეფსია არ არის ის ფაქტორი, რის გამოც ბავშვი არ უნდა გაიყვანოს ყინვაში. გასაკვირველი არ არის. მეთვალყურების ქვეშ შეუძლიათ. ზარი გვაქვს კიდევ ერთი გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა მოგესალმებით. მადლობა ასევე. თქვენც. მადლობა. მე მაქვს ორი შეკითხვა. თევზის კონთან დაკავშირებით მაინტერესებს რა დოზით 8 და 4 წლის ბავშვებს და ასევე ქურთუქს როდესაც აქვს მაღალი საყელო თუ ამ დროს შარფი აუცილებელი. მადლობა. თევზის კონი უნდა რომ ჩაბარდა ისტორია. დიახ, ნუ ეხლა გვაქვს ომეგა-3 და ნუ ეს ზოგადად ესე მოკლედ არ შეიძლება ეხლა ამ თემაზე ვისაუბროთ. მისი პედიატრი გადაწყვეტს ბავშვის საჭიროა თუ არა. არა, რა თქმა უნდა, საკურველია, არ არის საჭირო ყოველთვის. და რაც შეეხება ქურთუქს თუ აქვს დიდი საყელო, მაინც აუცილებელია კაშნი, რომელიც ყელში უნდა ქონდეს. ანუ აქვს საყელო, არ აქვს საყელო? არა მგონია რომ რაღაც ეხლა არ ვიცი. თუ ესეთი ქურთუკია, რომელიც ცulis დაუშვათ. ანუ ყელი უნდა იყოს დაფარული ყინვის დროს ეს არის. და არა პირი. ანუ პირველი წესი, თავარი დაცული უნდა ქონდეს შუბლი, ყური ყელი. ყური ყელი. და ხელთაც ნატურალური და ხელთათმე ნატურალი ტავანის ამოსი და ხშირ-ხშირად უნდა ვამოწმოთ ბავშვი, ჩავუყოთ. რამდენიმე თითი თუ ოფლიანია შევიყვანოთ, გამოვიცვალოთ. და რაც შეეხება ქართველებს ალბათ ძალიან თბილად აცმევენ ბავშვის ფეხზე 2 კოლგოტი, 3 წინდი, კიდე სქელი ბოტი და სისხლი აღარ მოძრაობს შიგნით. კიდევ ერთხელ გამეორდები რომ თუ ყინვა არ არის, შესაბამისად კარგი ტემპერატურა პლუსი არის. მაინც ბევრს ვაცნობთ. არ უნდა ჩავაცვათ ბევრი, ნატურალური და აუცილებლად დაბადებიდანვე შევაჩვიოთ თხლად ჩაცმას. ნატურალური ტანსაცმელი უნდა იყოს ბამბის, შიდა საცულები რო ვთქვა. იგივე კოლგოტკიც შეიძლება იყოს შალის, რაღაც თხელი ჟაკეტი და არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩასაცმელი საერთოდ ზოგადად ტემპერატურას გვინარჩუნებს და არ გვათბობს. გამონაკლისი არის მხოლოდ ყინვა. ყინვაში გვჭირდება ცოტა მეტი ჩაცმა, რომ ის ტემპერატურა შევინარჩუნოთ. ასე რომ თუ სწორად ჩავიცმევთ და ამ 5 ოქროს წესს დავიცავთ, რაც ქალბატონმა რუსუდანმა გითხრა, ყინვის არ უნდა შეგვეშინდეს და ჰაერი ყოველთვის უკეთესია ბავშვისთვის. მე ყოველთვის როგორც მე ვიცმევ, ისე ვცდილობ, რომ ჩემ ბავშვს ჩავაცვა. სწორეს შვები თუ მას ოდნავ თბილად უნდა ჩავაცვა. მე ზოგადად თხლად ვარ ჩაცმული. არა, რა თქმა უნდა, არა. ნუ ეხლა ისეთ თხლად ნიკო როგორც ეს ნუ შეიძლება ჟაკეტი ეცვა ზემოდან. არა, თუ ჟაკეტი აცვია არ არის პრობლემა. ანუ შიგნით მაისური კალგოტკა არა აქვს გარდერულ შენ. სწორად ვიქცევი თუ ვაშავებ რამეს. პირველად დავფიქრე. ბავშვი თუ გეუბნება რამოდენ არის? მაშინ არ უნდა. მაგრამ ესე გაიზარდა. არა, ესე გაიზარდა შესაბამისად არანაირად არ არის საჭიროები რომ ჩაფუთნოთ.
როგორც მიეჩვევა ბავშვობიდან, ჩემსაც არ შეუცვლია თბილი არასდროს. არ არის საჭირო რაღაც მაუგლის წესები შემოვიღოთ. არა, უბრალოდ დაუშვათ ზოგადად, რომ ბავშვები ესე გავზარდოთ რაღაც ათლეტურად და ძალიან დიდი სტრესები მივაყენოთ შვილობიდანვე, მაგრამ ხო გეუბნებით თითო ჩასაცმელი, რაც აუცილებელია იმ პერიოდის ბავშვისთვის, დავუშვათ ერთი თვის არის. ან ლოგიკურად გამოვიდეთ ამინდიდან. ამინდიდან გამოვიდეთ და რა თქმა უნდა მივაჩვიოთ წყალს, ბანაობას, ჯანსაღი ცხოვრების წესს. მაგრამ ლაპარაკო ნამდვილად ამ თემაზე, მაგრამ დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. ბავშვი არასოდეს არ ეთქვის დედას რომ ცივაო, ეს ძალიან იშვიათ გამონაკლისში ხდება, ასე რომ მაინც გააკონტროლეთ ბავშვები. მადლობა მომბრძანებისთვის. მადლობა.